გამარჯობა. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის რიცხვი. ვთქვით, რომ რიცხვი უბრალოდ პასუხია კითხვაზე რამდენი. დღეს კი ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით. ბევრმა იცის წესები, მაგრამ არ იცის მიზეზი. დღეს არ ვისწავლით წესს, დღეს გავიგებთ, რატომ მუშაობს შეკრება და გამოკლება. მოდი დავიწყოთ მარტივად. ავიღოთ 3 წერტილი. 1, 2 და 3. ავიღოთ კიდევ 2 წერტილი. ეხლა მოდი უბრალოდ დავთვალოთ ერთად. გავაერთიანოთ ეს 3 და 2. მივიღებთ, რა თქმა უნდა, 5 წერტილს, ხო? გამოვიდა შეკრება 3-ს მივუმატოთ 2 არის 5. ყურადღება მიაქციეთ, ჩვენ არაფერი გავაკეთეთ. არ იყო რაიმე ჯადოსნური წესი, უბრალოდ ერთად დავთვალეთ. ესე იგი შეკრება ეს ერთად დათვლა. დავწეროთ, მოდით, შეკრება არის ერთად დათვლა. ამიტომ მუშაობს შეკრება. იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ვაერთიანებთ ხოლმე რაღაც სხვადასხვა საგნებს, ნივთებს, სხეულებს. ეხლა ვნახოთ გამოკლება. კვლავ ავიღოთ 5 წერტილი. 1, 2, 3, 4 და 5. დავუწეროთ შესაბამისი რიცხვი. მათი რაოდენობა არის 5. ეხლა მოდი მოვაშოროთ 2 წერტილი. მოშორების შედეგად დაგვრჩა 3 წერტილი. მოდი ჩავწეროთ მოქმედება ასეთი სახით. 5 გამოვაკლოთ 2 არის 3. აქაც არაფერი უცნაური არ მოხდა, რომ უბრალოდ ნახეთ რამდენი დარჩა, როცა რაღაც მოვაშორეთ. გამოკლება ეს არის დარჩენილის დათვლა. გამოკლება არის დარჩენილის დათვლა. დარჩენილის დათვლა. ძალიან მნიშვნელოვანი აზრი აქვს, ესე იგი შეკრება და გამოკლება ეს არ არის რაიმე ფორმულები, ეს არის რეალური ცხოვრების აღწერა. როცა რაღაცას ამატებ, ხომ მაშინ ვაერთიანებთ. ხოლო როცა რაღაცას ვაკლებთ, მაშინ ვშლი ან ვაშორებ. თუ ოდესმე შეგეშინდება და დაიბნევი მაგალითის დანახვაზე, არ იფიქრო თუ რა წესი აქვს და რა წესით უნდა მემოქმედო. იფიქრე რა ხდება რეალურად. რა ხდება სინამდვილეში. ამ ვიდეოზე აქ შევჩერდეთ. შემდეგ ვიდეოში დავიწყებთ შეცდომებზე საუბარს. იმ შეცდომებზე, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს და რატომ არის ეს სრულიად ნორმალური, ამას გავიგებთ. ამრიგად ვიდეო მეოთხე იქნება შეცდომები, რომლებიც ყველას აქვს. და სანამ დავასრულებთ, ერთი პატარა დავალება მაქვს შენთვის. აიღე ფურცელი, დახატე წერტილები და შეკრება და გამოკლება გააკეთე ნახატით. კარგად იყავი, მომავალ შეხვედრამდე.